შენი აზრით ყველაზე სასიამოვნო საყურებელი რომელი სპორტია? ყველაზე მეტად რომელი საყურებელი, რა თქმა უნდა, აი მაშინაც ვქრო კალათბურთზე დავდიოდი, მაგრამ ფეხბურთს უფრო უყურებდი თქო და ფეხბურთი პირველია. უბრალოდ აი ყველა თამაშს ვერ უყურებ. უყურებ მაინც მხოლოდ ქართველების თამაშებს, ნაკრების და თამაშს. ხო, ანუ ეს ზოგადად რა ხდება, მაგას ვადევნებ თვალს და მიმოხილვებს და რაღაცებს და ესე ვერ უზივარ, ან პროსტა უბრალოდ დრო არ. და ხო რა, ეგ არის. მე მგონი გავეცი კითხვის ხო პასუხი. მაგრამ მაინც რას ფიქრობ, რა არის ყველაზე სასიამოვნო, როდესაც ფეხბურთს ბალეშიკობ? აი რა არის ის, რის გამოც მოგწონს ფეხბურთის ყურება? სხვათა შორის ძალიან აი სტადიონზე არის კარგი რა ფეხბურთის ყურება. იმიტომ რომ ლაივში რა უყურებ ან მაგას? ხო რა, კი, აი ტელევიზორში ბევრად კარგად ჩანს და ბევრად კარგად ხედავ. ყველაფერს ტაქტიკას, ყველაფერს კარგად ხედავ, მაგრამ იქ სხვა მუხტი აქვს რა, სტადიონი სულ სხვა სიამოვნებას იღებ. პირდაპირ შენ თვალწინ უყურებ ფეხბურთელებს და სხვა ემოციებია. ანუ თითქოს კი არა მონაწილეობ იმ გუნდის გამარჯვებაში რა, ანუ როცა ყველა ერთად გულშემატკივრობ და შენ ხმას აგონებ, ანუ ჩათვალე ძალიან მაგრად მონაწილეობ. მაგალითად რომ მე არ მქონია ეგ შეგრძნება არასდროს ბავშვობაში მქონდა ძალიან ის დარბაზში ახლა რამდენი კაცი ესწრებოდა ხოლმე ბავშვების კალათბურთს რა ესწრება მშობლები შინაურები რაცა ესეთი ჩვენ არ გვაქვს კულტურა რა წავიდები და ყორო ბავშვების თამაშს ეხლა ვიყავი ჩემი ძმაკაცის შვილის კალათბურთს დავესწარი და ანუ იყვნენ მშობლები და მოჩა რა რაღაცა თუ მოყვა ჩემს დავით ხო დაძმა ეგრე რა სისხლი და ხორცები იყვნენ მარტო და ეხლა სხვათა შორის YouTube ლიგაზე მოხდა ისე რომ სადღაც 1000 კაცამდე ესწრებოდა ხოლმე საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავდა აი რომ გამოვედი სტადიონზე ან ძალიან ცნობილი შეგრძნება იყო რომ რაღაცა ხალხის ოვაციები და რაღაცა 1000 კაცი რო გიყურებს და გულშემატკივრობს და რაღაცა ხმებს გაგონებს ანუ ცოტა თავიდან 1-10 წუთი მაგრად ვინერვი რო კი ოდიში ახლა სადმე არ ჩავიჯვა ამე არ მომივიდეს შეცდომა და არ დამცინონ და რაღაც ხო და ძალიან მაგარი შეგრძნება ალბათ რა ვიცი როგორც ახლა ზოგს მოწინააღმდეგის გულშემატკივრის ეშენია და მომღერლისთვის მაგალითად სტადიონს რო ავსებს და კონცერტს ღერის დაახლოებით ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი და მე ალბათ ფეხბურთელი რო ხარ და ის 70,000 კაცი რო ის არის საინტერესო რომ ის არ ყავს რა ქვია სახში თამაში არ გიწევს YouTube ლიგაზე 1000 კაცი რო არის იქ და 500 შეიძლება მეორე გუნდის ის იყოს გულშემატკივარი და 500 კაცი მეორე ხის ქვეშ არ ახარ ხო ხო და აი გულშემატკივრობას რაც შეეხება აი უფრო დროს უფრო ხარჯავ ეგეთ რაღაცებზე ხა რაც უნიკალური მოვლენაა მაგალითად ამ პერიოდისთვის რომ ქართველი ფეხბურთელი მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ფინალში რო გავიდა და ნუ ნახევარფინალს დავესწარი მე ანუ ესე მომიწია ხო ფინალსაც დავესწრებოდი მაგრამ მოიგებს მაინც ჩემს გარეშეც მოიგებს რა ბატონო მაგრამ შენ რო გავუმაგრებ გვერდს მაინც ხო არიან ბიჭები მიდიან ქართველები ბევრი იქნებიან და ჩემი აზრით მაგ თამაშს მოიგებს ნუ ალბათ ყველა სპორტში და ყველა გუნდში მაყურებელი აღიქმება როგორც დამატებით გუნდელად. მე-12 გუნდელად, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფაქტორს ძალიან დიდი ფაქტორი შემოაქვს თამაში, როდესაც ვიღაცა გვალეში გობს და სხვებს უშლით. ხო, კალათბურთში მე-6 კაცი არის და გულშემატკივრობის გარეშე მე მგონი არაფერი არ გამოვა სპორტში. ხო, აი
ძალიან მაგარი შეგრძნება რაღაცა თითქოს გემატება რა ძალები. მაგრამ იმ დროს არ გესმის რას ამბობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გემატება. ზოგადად ყველაფერში ეგრეა რა, ადამიანის გამხნევება ძალიან ბევრს ნიშნავს და ცუდი თუ უთქვათ რა. 60,000 კაცი ერთად რო იქ YouTube-ზე არ ვიცი, ვიღაც ბავშვმა ერთხელ ჯოხი ისროლა თუ რაღაც არ იყო კარგი, მაგრამ ხდებოდა ეგეთ რაღაცეები სხვათა შორის. ცუდი ამბავია. ხუბებიც იყო, რაღაცები იყო, მაგრამ ნუ ეგ ესეთია რა, გადაფარვადია რა. რა თქმა უნდა. პრობლემა არ არის.